დღეს ვისაუბროთ მაგიურ სოკოებზე, განვიხილავ რა საფრთხეების წინაშე დგას ადამიანი, როდესაც მაგიურ სოკოებს იღებს იმ იმედით, რომ რაღაც გაცნობიერებები ან რაღაც გახსნები ექნება. რეალურად რა ჩასახლებას აკეთებს კონკრეტულად სოკო? ჩასახლებას რატო ვამბობ, რადგან სოკო სახლდება ჩვენს ტვინში და არსად არ მედის. დავიწყებ თავიდან. რა არის სოკო? გარკვეულწილად მეცნიერები თანხმდებიან, რომ სოკო არ არის დედამიწისეული. სოკო რაღაც გარედან არის შემოსული. არც ერთ სახეობას არ თავისი სტრუქტურით, თავისი არსით და თავისი მოქმედების პროტოკოლებით. დღეს განვიხილოთ ამანიტას ტიპის სახეობის სოკოები, რომელიც მიეკუთვნება ამანიტას ოჯახის წევრებს. როდესაც ადამიანი ამანიტას ტიპის სოკოებს იღებს, ჰალუცინოგენურ სოკოს, იმისთვის რომ გარკვეული გაცნობიერებები გააკეთოს, სიმართლეა, ის ნამდვილად ალაგებს ადამიანის თავში თუ რაიმე არის დასალაგებელი და გასაცნობიერებელი, მაგრამ ამას არ აკეთებს უფასოდ. რას აკეთებს მაგიური სოკოები ადამიანის გონებაში. როდესაც ადამიანი სოკოს იღებს, სოკო გადის სისხლში, სისხლიდან შედის ტვინში და იწყებს ტვინში ნეირონთა დალაგებას. მაგიური სოკოს მიღება იცით როგორ რაღაცას გავს? წარმოიდგინეთ, სახლი არის თქვენი გონის სტრუქტურა. წარმოიდგინეთ, ეს სახლი არის დაულაგებელი ოთახები, ჩაურეცხავი უნიტაზი, მიულაგებელი სამზარეულო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, კარები გაუღოთ ვიღაცას, შემოვიდეს თქვენ სახლში და დაიწყოს თქვენი სახლის მილაგება და მიალაგა თქვენი სახლი. მაგრამ ეხლა აქ პრობლემა რა არის? ეს ადამიანი აღარ მიდის თქვენი სახლიდან. ეხლა ალბათ იფიქრებთ, რა სისულელია, რა მაგალითები მოგყავს. აგიხსნით. მეცნიერების ბოლო კვლევებით აღმოჩნდა, რომ ამანიტას ტიპის სოკოები, მაგიური სოკოები, როდესაც ტვინში შედის, ის იქ რჩება ცოცხლად. გესმით რას გიხსნით? მაგიურ სოკოს რომ იღებს ადამიანი, არსად არ მიდის. ტვინში რჩება და დაბუდებას და ცხოვრებას იწყებს. მოდით, რაც არის იმაზე ვისაუბროთ. ადამიანი როდესაც მაგიურ სოკოს იღებს, ის გადის გარკვეულ მოგზაურობებს. და ამ მოგზაურობებში მას მიეცემა ხოლმე გაცნობიერებები საკუთარ თავზე, რა პრობლემები ქონდა, რატომ, რის გამო და ასე შემდეგ. და მიდის ტვინში მილაგების პროცესი, მაგრამ ჩვენს ტვინს ალაგებს არა ჩვენი ცნობიერი, არამედ უცხო სხეული. სოკო იწყებს თქვენი ტვინის ალაგებას. თავის გემოზე და არა ისე როგორც თქვენ გინდათ. რა თავისებურება ახასიათებს მაგიური სოკოს მიღებას? როდესაც ადამიანი სოკოს იღებს, 99% თუ ასე არა, ითიშება რაღაც პერიოდი. ჩვენი ადმინი ითიშება და მიდის რესტრუქტურიზაცია, ანუ ჩვენი გონების გადალაგება, გადმოლაგება. გათიშვა შეცვლილ ცნობიერს არ გულისხმობ, ადამიანი ითიშება და მერე იღვიძებს. ამ გათიშვის დროს ხდება ადმინის გათიშვა, ანუ ჩვენი გათიშვა და შიგნით ჩვენს პროტოკოლებს ცვლის შიგნით. ჩვენს სახლს რეორგანიზაციას უკეთებს, თავის გემოზე ალაგებს, თავის ბუდეს იწყობს ჩვენს ტვინში. ეს სოკო ისე მოქმედებს ადამიანზე, რომ ადამიანი თავადაც ვერ აცნობიერებს. რატომ? იმიტომ რომ ეხლა მე თქვენ რო გაგთიშოთ, თქვენი ადმინი რო გავთიშო, ჰიპნოზის შედეგად, ჰიპნოზის დროს იგივე ხდება და რაღაცები შევცვალოთ თქვენს შიგნით, გემოვნებები, ხასიათები და ასე შემდეგ, თქვენ ვერასდროს ვერ გააცნობიერებთ თუ ოდესმე სხვანაირად იყავით. იმიტომ რომ კრიტიკული აზროვნების მიღმა მოხდა თქვენი ცვლილება და აღარ მოხდა დაფიქსირება რა იყო მაქამდე და რა არის ეხლა. ამანიტა რა არის? შხამია. სიცოცხლესა და გარდაცვლის საზღვარზე გადაყავს ადამიანი. და ამის შემდეგ, როდესაც იწყებს დალაგებას სოკო ტვინში, ადამიანს აქვს ჰალუცინაციები, ხედავს რაღაცეებს, გაცნობიერებებს, დალაგებას იწყებს სოკო და შემდეგ ითიშება ადამიანი და გათიშვის შემდეგ სოკო იწყებს თავისი პროგრამების შეტანას ადამიანში. ეს არის არსი, რომელიც ადამიანს შემოყავს თავის თავში, ვერასდროს ვერ მოიშორებს და რომელსაც თავისი ინტერესები და თავისი პროცესები აქვს. ნახეთ, სოკო გავს იმ უცხო პლანეტელს, რომელსაც არ აინტერესებს ჩვენ რა გვინდა. მისთვის მნიშვნელოვანია ჩვენს თავში მოიწყოს თავისთვის კომფორტული გარემო და ამასთან ერთად ავტომატურად ალაგებს ჩვენს ტვინს. მაგრამ ალაგებს არა ჩვენთვის, არამედ თავისთვის ალაგებს ამ გარემოს. და შემდეგ უკვე ადამიანს რაღაც სურვილები უჩნდება, ადამიანის ცნობიერი იცვლება მის და დამოუკიდებლად. რატომ? იმიტომ რომ იმ გათიშული პერიოდის დროს მოგზაურობის შემდეგ ტრიპს რასაც იძახიან, შემდეგ ითიშება ცნობიერი და გათიშული ჩვენი ადმინის შემდეგ სოკო იწყებს გადაპროგრამირებას, თავისი პროგრამების ჩასმას ჩვენს თავში. მარტივი მონახაზით რო გითხრათ, მაგიური სოკოს მიღების შემდეგ თქვენ დაალაგებთ იმ ფიქრებს, რაზეც უნდა გეფიქრათ, გაგეცნობიერებიათ თქვენი შრომით და ასე შემდეგ, გააკეთებს ამ საქმეს. მაგიური სოკო უბრალოდ თავში გეყოლებათ უკვე უცხო სხეული, უცხო არსი, თავისი სტრუქტურით. რაც უფრო ბევრჯერ მიიღებს ადამიანი მაგიურ სოკოს, მით უფრო მეტი მიცელიუმი, ანუ მით უფრო მეტი სოკოს სპორები იწყებს ცხოვრებას, ერთ ჯგუფად იწყებენ ცხოვრებას. დოზები რაც უფრო იზრდება, მით უფრო დიდი რაოდენობით ცხოვრობენ და მე უკვე ადამიანს გონია მე ვარ ეს, მაგრამ ის აღარ არის. მან თავში ჩაისვა ცოცხალი სოკო, რომელზეც
მეცნიერებმა ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს სოკო რა არის. ვერ გაარკვიეს ბოლომდე რა არსია საერთოდ, საიდან მოვიდა და რა ჭკუაზეა და რა შესაძლებლობები აქვს ბოლომდე ვერ გაარკვიეს. ბოლო კვლევებიდან გამომდინარე, მაგიური სოკოები ტვინში იწყებს ცხოვრებას, როგორც პარაზიტი. მიდი ახლა ამოჭერით ტვინიდან სოკოსპორები. ვეღარ ამოიღებ. მაგიური სოკოს მიღების შემდეგ ტვინიდან ვეღარ ამოიღებ ამ უცხო სხეულს. ეხლა ვიღაცა შეიძლება თქვას, რომ სოკო ჩვენს თავში ყველგან არის. კი, სოკო ჩვენს სხეულში ყველგან არის სოკო. ჰაერში, მატერიაზე, სოკო ყველგან არის. მაგრამ ამანიტას ოჯახის სახეობა, რომელსაც გაცნობიერებულად იღებ, რომელიც კონკრეტული ქიმიური შენაერთებიდან არის შემდგარი და რომელიც კონკრეტული სახეობა არის, რომელიც ზემოქმედებს კონკრეტულად ცნობიერზე. აი ეს სოკო უკვე არის სხვა. ეს აღარ არის უბრალოდ სოკო. ეს არის ცნობიერი არსი, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და რომელიც უცხო არსია თქვენს თავში, რომელიც თავის ინტერესებს ატარებს და არა თქვენსას. თუმცაღა იმისთვის რომ თქვენს სახლში დაბუდდეს, გილაგებთ ტვინს. მაგრამ რატომ უნდა ჩაისახლო რაღაც ტვინში, როდესაც შენ შეგიძლია შენივე შრომით გააცნობიერო რაღაცები. თან ხარისხი არა. კარგი, დაალაგა სოკომ თქვენს თავში ყველაფერი და დაბუდდა და ცხოვრობს. ეხლა ისევ ურევთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ ის რაც სოკომ შემოსახლების ხარჯზე რაც დაგილაგათ, ეს თქვენ არ დაგილაგებიათ. მან დაალაგა. მაგრამ თქვენ რომ არ დაგილაგებიათ ეს, თქვენ არ გაქვთ გაცნობიერება შემდეგში როგორ დაიცვათ თავი ნეგატივისგან. ამიტომ თქვენი გონება ისევ იწყებს დაბინძურებას. გარემო სისტემებიდან კომპლექსები უჩნდება ადამიანს, ისევ რაღაც ნეგატივის მორევში შეცურა და ასე შემდეგ. რატო? იმიტომ რომ ის რაც სოკო მიცა, მისი გაცნობიერებული არ იყო. ადამიანი გაცნობიერებას კი არ სწავლობს მაგიური სოკოთი, არამედ სხვა უკეთებს გასაკეთებელ საქმეს და ყიდის თავის ნაწილს. და როდესაც ახალი პრობლემა შემოდის ადამიანში, ის ისევ ელოდება სოკოს, მაგრამ სოკო არა აქვს, არ მიუღია. თქვათ არ მიიღო სოკო. ისევ ახალი პრობლემის მოგვარება უნდა, გაცნობიერება უნდა. იმიტომ რომ ის ხო წვეთოვანზეა შეერთებული, მან თავისი შრომით კი არ გამოიმუშავა გაცნობიერება საკუთარ თავში, არამედ სოკოს მიაბარა. თან შეისახლა. ეხლა უკვე ახალი დაბინძურება მიიღო, იქ გავიდა თქვათ 1 წელი, 2 წელი, კომპლექსები აიკიდა, ნეგატივები აიკიდა, რაღაც მომენტებში ჩაჯდა და ეხლა როგორ იქცევა მაგიური სოკო? უკვე არ მოსწონს თავისი მეზობელი, რომელიც დაბინძურებულია. ეს იგივე არის, როგორც წარმოიდგინეთ სახლში შემოისახლეთ რაღაც არსი, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს და თავისი გარემო აქვს. და თქვენ ისევ დააბინძურეთ გარემო, ის უკვე თქვენთან კონფლიქტში შემოვა. ჩათვალეთ, რომ სოკო, რომელიც დაბინავებული ადამიანის ტვინში და ადამიანის ცნობიერი თუ არ არის დაალაგებული, ის რა თქმა უნდა ადამიანის ცნობიერს ვეღარ დაალაგებს. იმიტომ რომ ამისთვის ახალი დოზა საჭირო რომ მიიღოს ადამიანმა გარედან. და რო ვერ დაალაგებს, ჩათვალეთ, რომ ეს სოკო გარს იკეთებს თავისთვის, რომ იზოლირდეს იმ ადამიანის ცნობიერიდან, რომელიც უკვე არასასიამოვნო სუნს უშვებს. იცით რატო უშვებს ადამიანის ტვინის ნეირონები არასასიამოვნო სუნს? იმიტომ რომ ნეირონები და მთლიანი ეს ენერგოველი არის ჰორმონებით და ენერგიით მოცული, რომელსაც თავისი სუნი და ბიონივთიერებების შესაბამისი კვალი აქვს. და ადამიანი თუ დაულაგებელია, ჩათვალეთ ტოქსინებია მის ტვინში. და სოკოსთვის, რომელიც უკვე დაბინავებულია ადამიანის ტვინში, მისთვის ჩვენი ტვინი უკვე მტრული არსია და ჩათვალეთ, რომ თავში ცოტა მტრულად განწყობილი არსი, რომელსაც არ სიამოვნებს თქვენი დაულაგებელი ტვინი უკვე. ამიტომ დაანებეთ მეგობრებო მოკლე გზების ძიებას. მოკლე გზა არის ბნელის გზა. დაიმახსოვრეთ ეს. ნებისმიერ შემთხვევაში ბნელის გზა არის. სულ რო ტვინში არ ბუდობდეს სოკო და რაც აქვს წერეს სულ რო ესე არ იყოს. თუმცა ესეა. თქვენ ფაქტობრივად როგორც საავადმყოფოში დაერთებული სასუნთქ აპარატზე, ესეთ აპარატზე ერთდებით. თქვენ როდესაც სოკოს იღებთ და სოკო აკეთებს თქვენს ნაცვლად გაცნობიერებას. თქვენ კი არ სწავლობთ გაცნობიერებას, არამედ სოკო აკეთებს თქვენს ნაცვლად ამას. და თქვენ უკვე ხეიბრის მდგომარეობაში იმყოფებით. იგივე ხდება, როდესაც ადამიანი შავმაგთან მიდის რაღაც გაკეთება უნდა, იგივე ხდება მოლოდინები აქვს ადამიანებს, რომ აბა გამიხსნას ჩაკრები რაღაც სიცულე, გამიკეთოს ეს, თქვენს ნაცვლად თუ ვინმე რამეს აკეთებს, თქვენ ჩათვალეთ ხართ ხეიბრის მდგომარეობაში. ხელჯოხს იღებთ ხელში. როდესაც ხელჯოხი კი არ უნდა აიღოთ, უნდა დაფრინავდეთ. მაგრამ აი ასეთი საშუალებებით ხელჯოხს იღებთ ხელში. სოკოები არ არის თამაში. არის სოკოები, რომელსაც უბრალოდ ხელი რო შეახო, ხელის ფორებიდან შედის ორგანიზმში და ადამიანი ერთი თვის მერე იღუპება. ისე რომ ვერაფერს ვერ იგებს. ბოლო დღეს აქვს ძალიან ისეთი ტკივილები და ექიმები რო უღებენ შიდა ორგანოებზე,
ყველა შიდა ორგანო დაშლილია. სოკო არ არის სათამაშო ამბავი. სოკო არის საშიში რაღაც. და სოკოს სახეობები არის, რომელსაც ხელის შეხებაც არ შეიძლება. ამიტომ ტყეში რო დადიხარ და უი რა ლამაზი სოკოა, შენ არიცი ის რა სოკოა, ხელს ნუ მოკიდებ. თავი დაიცავი, ყურადღებით იყავი. საქართველოშიც არის სოკოები, რომელსაც ხელი რომ მოკიდო, ერთი თვის მერე შედეგი აქვს. ჭამაკი არ არის საჭირო. და შენ რა იცი რა არის? ხო? ამიტომ სოკო არ არის სათამაშო. ასევე სოკოთი ნუ გაყიდით საკუთარ ცნობიერს და ცოტა ტვინი გაანძრიეთ და იშრომეთ და შეეშვით ამ შავმაგებს და ამ რაღაც მეთოდებს, რომ სხვამ გააკეთოს თქვენი გასაკეთებელი. სხვამ რო გააკეთოს 100 თავით თქვენი გასაკეთებელი და სულ რო არაფერი მოგთხოვოთ, რაც ფანტაზიაა, უფასოდ არაფერი არ ხდება. გარდაუფლისა, რომელიც უანგაროა. თქვენ არაფერს არ იმუშავებთ. დამოკიდებული ხართ მასზე, სუსტდებით, ხელჯოხს იღებთ ხელში, სხვა საკეთებინებთ თქვენ საქმეს, ყიდით საკუთარ ნაწილს. უკვე აღარ იცით, მე მგონი რაში გაყიდოთ საკუთარი ნაწილი. იქ გაყიდეთ, იქ გაყიდეთ, იქ გაყიდეთ. ეხლა სოკოებში გაყიდეთ, ჩაისახლეთ twin-ში. მერე იქ ვიღაცა შავმაგთან მიდით, გაგიყიდათ სულის ნაწილი, მოგიქციათ რაღაცეები, შვილის ჯანმრთელობა გაგიყიდათ. სულების გაყიდვა შეეშვით, ეხლა ხურცზე გადახვედით. ხალხო, გააცნობიერეთ. თუ რამეს შედეგს იღებთ უფასოდ, ეს არის ბნელის. ნახეთ, ჩემთან ადამიანი რომ მოდის, მე ადამიანს უანგაროდ ვეხმარები, მაგრამ ეს უფასო არ არის. მან შრომა უნდა გაწიოს, უნდა იმუშაოს ამაზე. ადამიანი ჩემთან რომ მოდის, კი არ ვეუბნები, ფეხი ფეხზე გადაიდე, მე გაგიკეთებ ყველაფერს თქო. მე ვაძლევ ცოდნას და გაცნობიერებას და თავად უნდა იმუშაოს ამაზე. ფიქრების კონტროლი, სიტყვების კონტროლი. გესმით? ესაა სუფთა და არა ის რომ ვიღაცა მოვა და აბლახა დაბლა და всё მე გაგიკეთე. არა. თუ რამე თქვენს ნაცვლად აკეთებს, ჩათვალეთ რომ ეს არის ბნელი და ყიდით რაღაც ისეთს, რაც არ ღირს, რასაც იღებთ იმას. ამიტომ ყველას გისურვებთ იყოთ ცნობიერში. სუფთა ცნობიერში იყავით, ხალხო. სუფთა ცნობიერში რომ შემდეგ არ მოიმკათ ბნელის ნაყოფი.